მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები, დიდი მადლობა თითოეული ლარისთვის გადმორიცხული თქვენგან. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი არ ინანებთ, იმიტომ რომ როგორც ჩემი გაშლები, ასევე რიტუალები მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის რეზონირდება. ეხლა დღეს მე შემოვედი ესეთი თემით, დიაგნოსტიკა უნდა ჩავატარო თქვენთვის, ჩემთვის. მიუხედავად ამისა, რომ რიტუალებს უყურებთ და ასე შემდეგ, ნახოთ აბა ახალი რამე ხო არ შემოგაპარეს, ხო არ შემოგვაპარეს, მტერს არ სძინავს, ხო, ჩემ მტერს პირადად ვინც მებრძვის არ სძინავს, ნამდვილად ვიცი, ვგრძნობ ჩემს სხეულზე ხოლმე, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის და იმედი მაქვს, რომ თქვენთანაც ესე ხდება. მიხარია ესეთი კარგი კომენტარებისთვის, რომ ჩემი ძალები, ჩემი ენერგიებით ხალხი გამოჯამრთელდა, განიკურნა. ახალო გამომწერებო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ხოლმე ვიდეო, ეს თქვენი იგივე დაცვა იქნება და სიტყვა მადლობა სამყაროს უკვე მახრჩობენ, სანამ ჩავრთავდი ეთერს 1-5 წუთი. აი სპაზმები მქონდა, იმიტომ რომ ეხა რა თუნდათ ხო, რომ სააშკარაოზე გამოვიყვანო ჩვენი მტრები. მოკლედ, პირადი 2 წუთს წაგართმევთ, პირადი დიაგნოსტიკებიც ხომ აქვს, კონსულტაციები, რიტუალები და ძალიან ბევრი მაგიური დარტყმები მოდის. აი კონკრეტულად მინდა დღეს მეგობრებო, ჩემო ლამაზო გოგოებო და ბიჭებო, ჩემთვის 100 წლამდე ყველა გოგოები და ბიჭები ხართ და მოდით დავიწყოთ, თორემ მეც მახრჩობენ უკვე, ჯობია გამოვააშკარავ, ხო? აბა ვნახოთ რა ხდება, რატო არ ისვენებენ, ვინ არ ისვენებს, ან ვინები არ ისვენებენ, ხო? აი რა ხდება, რატო მოდის ეს დარტყმები? ვინ არ ისვენებს, რა არ ასვენებს? ო? მეფე ხმლები. თვითონვე ხმლები ამოდის, რომ ძალიან ესე იგი კრეატიული გონია თავისი თავი, გონიერი გონია თავისი თავი, მაგრამ როგორ არის იცით, იმდენია ეს დარტყმები და იმდენი მაგიური დარტყმებით თქვენ და მე რო გვიკეთებენ, ხო? უყურეთ როგორ არის თვითონ გასულელ და ბავშვის დონეზე დაჯდა მინდა გითხრათ, მესამე ჩაკრა გაიწმინდა, თვისაც არა გაქვთ გაწმენდილი, შედით ჩემარხზე. ესე იგი, სიცოცხლე უნდა რომ და ესე იგი მოგისპოთ, მიხვდი, არ ისვენებს, სანამ ესე გადაგითარგმნით ადამიანური ენით, სანამ არ დაგაგდებთ, მიხვდით, იქამდე არ მოისვენებს, უყურეთ, უნდა რომ თქვენი ჯანმრთელობა და უფრო ზურგიდან არის ეს ჩადება, ნახეთ რას ამბობს ტარო, არის მე მაქვს რიტუალები, გოგოებო ბიჭებო, ზურგზე გაკეთებული ჯადოების მოხსნა, ჩაკრების წმენდა, თავის წმენდა, ყველაფერი გაიწმინდეთ, სადაც რამეს იპოვით, შავი მაგიის მოხსნა, ეს გავიგეთ. აბა კიდე ვინ არ ისვენებს და რა დარტყმებს აკეთებს, რა მაგიურ დარტყმებს, მენტალზე, კი, აი ნამდვილად, ვერხოვნაე ჟრიცა თუ ქურუმიქალი როგორ ეძახიან ხოლმე, ჩემთვის ვერხოვნაე ჟრიცა იყო და იქნება. და ჩემო კარგებო, ამოდის ეს პრაქტიკოსია, ან თვითონ სწავლობს, ან თვითონ ასწავლის, მიხვდით და მარტო არ არის, პარაში ამოდის მამაკაცთან ახალგაზრდა, შეიძლება შვილი ყავს, არ გამოვრიცხავ, უყურეთ და უნდა რომ ესე იგი გონებიდან გამოგიყვანონ, საერთოდ აი როგორც გიპნოზი აქვს, თავზე იბრძვიან, გასაგებია, აი თავი ამოვიდა კიდე
კიდე გაიწმინდეთ. აბა კიდევ ნახოთ ვინ არის და რა დარტყმები არის, რას ცდილობენ მაგიური დარტყმებს, რა სახის მაგიურ დარტყმებს აკეთებენ. ღამე მუშაობენ ძირითადად, ბევრი იგრძნობთ, ბევრს უძილობა გაქვთ, გაღიზიანებადობა გაქვთ, ჩემო კარგებო, ქალბატონი ამოვიდა, ესე იგი თვითონ როგორ არის იცით, შრომობს, მაგრამ არ უფასდება. ამოდის კიდე მამაკაცი, ამოდის კვერთხების, რომელიც ესე იგი ძალაუფლების მქონია, ეს ჰგონია თავი. მაგრამ რა არის იცით, ეს მამაკაცი ამ ქალის ფინანსებზე ზის, მე ესე გადაგითარგმნით. და კიდე შეიძლება მართლა ცხოველი ყავს სახლში ან კატა ან ფისო, მაგრამ ვითომ მეგობარი, იცით როგორ არის, ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ამ ქალის ზურგზე ცხოვრობს, ესე მეუბნებიან და თქვენ აქ მეგობრობდით ადრე, აი ამ ხაზზე მეგობრობდით და შეხვედრილებიც ხართ, ნაქეიფრებიც, კარგი მეგობრები იყავით, მაგრამ მერე ბაც და რაღაცა მოხდა და უყურეთ როგორ არის, დაიწყეს თქვენზე შეთქმულებები და მინდა გითხრათ, რომ აქ მუსულმანური, თურქული მაგიაა, შეკვეთებია მულასთან. აბა კიდე რა მაგიური დარტყმებია. ცდილობს ვიღაცა მამაკაცი, რომ ბიჭებო, თქვენც გეხებათ, რომ ესე იგი გზას აგაცდინოთ, თქვენი ჯანმრთელობა, აქ უკვე კრადნიკები დაფიქსირდა, ბიჭებო, გოგოებო. აი ყელმა ცოტა გადამიარა, მადლობა უფალს. აი აქ ეს მტევნები ხოა, უნდა რომ ესე იგი თვითონ ეს არის უკვე სამსახურეობრივი თანამშრომლური შური, ნათესაური შური, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიცაშვილი, ესეთი მიხვდით? სიძეც შეიძლება გათამაშდეს აქეთ ვარიანტში. როგორ არის იცით, აი სამართლიანად ჩათვალეს, შეიძლება ერთად მუშაობთ, ან საბუთებზე გაქვთ საქმე, ან საბუთებს გიფუჭებენ, მიხვდით? აი ესეთი სიტუაციებია. აბა კიდე რა დარტყმებია, რა სახის დარტყმებია და ვინ არის მაგიური დარტყმებით შებოჭილი. უпростоრად ხო რა შებოჭილი ტვინში რო კარგად არა აქვს საქმე. იცით რა არის, ახალგაზრდა მამაკაცი ამოვიდა, ბიჭი 30 წლამდე, 32-13, რომ ვერ იფიქრებ, იცით, ვითომ წყნარია, ვითომ თავისთვის შრომობს, რაღაცა პატარა იდეოლოგია, ვერ ვიტყვი რომ უტვინვა, მაგრამ აი ძალიან არ არის კარგი ადამიანი, ჩუმჩუმელაა, მიხვდით? და აქ ნამდვილად ურთიერთობაშია ჩარევა, შური ამოვიდა, ანუ მამაკაცური შური, ეს სისხლით ნათესავი დაფიქსირდა, აგე უყურეთ, თქვენი წინაპრები დაждდნენ აქ, მაგრამ იცით რა არის, თქვენმა წინაპრებმა ესენი გააფრთხილეს, ხედავენ, რასაც აკეთებენ და უთხრეს, რომ შეჩერდით, მაგრამ არ გაჩერდნენ და კიდე აგრძელებენ, იმიტომ რომ ძლიერი გონიათ თავიანთი თავები, მიხვდით? ანუ თქვენზე ვარჯიშობენ. თქვენზე ვარჯიშობენ, რომ ხან იქიდან მოდის დარტყმები, ხან აქედან მოდის დარტყმები. აბა კიდე ვინ არის და რა მაგიური დარტყმებია მტრისგან. აბა რო არ ჩერდებიან, ვინ არ ჩერდება. აქ სახეს მალავენ გენაცვალე, ჯადოქარი, რისი ჯადოქარია, ვეძმა, მე ესე ვეძახი ხოლმე, რომ არ დაიმალოს ხო, შავი მაგიის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა და იცით რა არის, ურთიერთობაში ერევა, უნდა რომ ესე იგი, აქ იცით რა არის, აი ამ ვარიანტზე, ხა გეტყვით, აქ ბუმერანგი წაუვიდა და მარტო მაგას კი არა, ან დედაშვილია და შვილი ყავთ, ან შვილები, ან დები არიან, მიხვდით და მაინც ბავშვები ფიგურირებს, აქ მთვარეებს, ესე იგი შაბაშზე მიდის, არ უშვებენ, ესე იგი სიტუაციას უყურებთ.
მოგიძღვრეთ, აქ იძახებენ ზემოდანაც, ქვემოდანაც, მაგრამ რასშია საქმე იცით ახლა? აქ ბუმერანგი წავიდა, ბუმერანგი და ეხლა აღარ იციან რა გააკეთონ, რატო კაცო თავს ხო იცავდნენ, სწორედ აკეთებდნენ, ეს ფიქრობენ თვითონ მიხვდით ხო? მაგრამ ბუმერანგი წავიდა, ეხლა თვითონ უნდათ რომ გაიწმინდონ, მაგრამ არ გამოსდით, იცით რატო? იმიტომ რომ სამყარომ თავში ჩაუკაკუნა, გააფრთხილეს, გაჩერდით, დაჯექი, დააყენე ერთი ადგილი, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ არ გაჩერდნენ და აბრატკაც ბუმერანგით წაუვიდა, ძალიან კარგი. აბა კიდე ვინ არის და ვინ ცდილობდა, აქ ღალატია, აქ უკვე ოხოხო, აქ პირდაპირ სიკვდილზე გიკეთებდნენ და კიდე ცდილობენ, მინდა გითხრათ, არ შეგეშინდეთ, კიდე ცდილობენ, ჩემო კარგებო, რომ პირდაპირ მიქელ გაბრიელმა მოგაკითხოთ და წაგიყვანოთ, ნახეთ, აი 10-იანი ხმლებით საფლავზე რა, პირდაპირ და თქვენს შვილს ან შვილებსაც ან მომავალ შთამომავლობასაც შეეხნენ, მიხვდით ხო, რა გარეწრები არიან? აი, კი, აბა კიდე, კი, ესე იგი და აქ ფიქრობენ, რომ თან რატომ არ კვდება ეს ადამიანი, რატო დგას კიდე ფეხზე და თან კიდე რა არის, იცით, ვერხოვნა არის ქალი და ჟრეც, არის კაცი, მიხვდით, ქურუმი კაცი დაჯდა, ეს არის ყოვლის შემძლე ადამიანი, რომელიც ესე იგი მიაკითხეს და ეგონათ რომ ყველანაირად ჩაკეტვებს აკეთებენ, აბსოლუტურად ყველანაირად ჩაკეტვებს აკეთებენ, სასაფლაოს ჯადო, შავი პრივაროტები, ატვაროტები გაციებაზე, აგერ თავზე გენაცვალე სუხმლებს არჭობენ, აქ არის გოგოზეც და ბიჭდეც, ნახეთ უკან როგორ ზის დემონი, რომ აი გაკეთებული არის ფანტომები, ან ვოლტია, ან ესეთი რაღაც სანთლი და ყველაფრით ცომითაც აკეთებენ, ახალი რაღაცები ისწავლეს, მოკლედ და ამოდის ეს ქალბატონი, ახალგაზრდა გოგო ამოდის, მინდა გითხრათ, იცით, დიდს არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ მახინჯი არ არის და ეხა ზის და ელოდება, რომ ესე იგი რა შედეგი მოყვება აი ამის თავის გაკეთებულ საქმეს, თავს გიკეტავენ, ხრებზე გიჯენენ, მაქვე ტესებური ჯადოს მოხსნა გაწმენ და ქვია ხერხემლის და მხრების გაიწმინდეთ. გადმოვარდა თვითონ მამაკაცი დაფიქსირდა, ჩემო კარგებო. რა თქმა უნდა, ჩაკრები გაიწმინდეთ, ვისაც არა გაქვთ გაწმენდილი, ხშირად გაქვთ პორჩა, არა გაქვთ პორჩა ნეგატივი, მაინც გაიწმინდეთ, ჩემო კარგებო, ყოველთვე აუცილებელია. აქტიური ხართ, არა ხართ აქტიური, სურსახში იჯდეთ და დიასახლისი იყოთ, ან არ მუშაობდეთ, ან პენსიონერი ბრძანდებით, ჩემო ლამაზო გოგოებო და ბიჭებო, მაინც გაიწმინდეთ ჩაკრები. ხო, გინდათ სიცოცხლე ჯანმრთელად გაიხანგძლივოთ, ხო, მტრების ჯინაზე. აქ სრული იზოლაცია მიდის. აქაც წყვილში დაჯდნენ, მინდა გითხრათ, წყვილში კი, აი პირდაპირ შაუმაგიაზეა, სიღარიბეზეა გაკეთებული, ურთიერთობის გახლეჩვაზეა გაკეთებული, მაგრამ ეს სისხლით ნათესავი არ არის, ეს რძალი, სიძეა, ესე გარეშე პირები ამოდიან, მინდა გითხრათ. აბა კიდე ერთ ვარიანტს ვინ ბრძოლობს და რა მაგიური დარტყმებია ჩემზე და თქვენზე. აქ როგორ იცით, აქ ვიღაცა ეს შეიძლება არც კი არის მაგიის წარმომადგენელი, რაღაცებს სწავლობს, რაღაცა შეიძლება ეს ეზოთერიკაშიც არ არის, აი ნუმეროლოგები რო არიან, ხო იცით, გამოთვლებს აწარმოებენ და რაღაცა ბლეფი და გონია თავი რომ მაგარია და აი ამ ხმლების დედოფალმა შეუკვეთა და დიდი ხანია ეს უკვეთავს, მიხვდით და ანუ ამ ახალგაზრდა ქალისგან იგებს აი ამ ყველაფერს, მიხვდით? აი ამ ყველაფერს იგებს. კარგით, გასაგებია, ეს გავიგეთ მაგიური დარტყმები. გასაგებია, უკან მიუბრუნდეთ ყველაფერი, ამინ. ეხა ჩემო კარგებო, არის თუ არა განახლებული რამე. ოპა, გადმოვარდა.
თვითონ, მეფე კვერთხები დავტოვოთ. არის თუ არა განახლებული ჩემს გამომწერებზე, ჩემზე მაგია თუ ძველია, აბა ვნახოთ, ხო? რა არის, იცით, განახლებული, აქ არ მიჩვენებს, რომ განახლებულია, მაგრამ აქ არის სულ იმაზე ფინანსებზეა დარტყმა გაკეთებული, ფინანსებზე რა თქმა უნდა შეკვეთილია და ჩათვალეს, რომ ესე იგი ქვედა ძალებს მიწის ქვედა ძალებს ესე იგი მიყიდეს სული, გამოძახებებს აკეთებდნენ და მოკლედ ერთ ამბავში იყვნენ და აი ამ ცხენზე კატაობდნენ, მინდა გითხრათ, მანქანაზე რა. მანქანაზეც არის აქ რაღაცა დარტყმა გაკეთებული, ან ავარია, ან სიკვდილის სავალალო, ნამდვილად გარდაცვალება ადამიანის, კი, ან კიდე გადარჩა ვიღაცა, ესეა რა, ბეწუზე გადარჩა, ბეწუზე. აგერ გენაცვალე რვიანი პინტაკლი, რვიანი კვერთხები უსასრულობაში უნდათ, რომ ესე იგი იწვალოთ და თან სწრაფად მოქმედებდნენ, იცით, რომ აი ეს შავმაგიას რო შეუკვეთეს, ხო, ქვედა ძალებს, ხო, დემონებს, სატანას და ანტიქრისტეს, ხო? ეხლა ზიან ქალბატონი ამოდის დედოფალი კვერთხები, ამოდის მამაკაცი კვერთხები, მეფე კვერთხები, ესე იგი ოთხიანი კვერთხები, რა თქმა უნდა, ეს სისხლით ნათესავია გენაცვალე, სისხლით ნათესავი გიკეთებთ ამას, გიკეთებდათ პირდაპირ, ეშმაკი და სიკვდილი, სულ ქვედა ძალებზე მუშაობენ და იმპერატრიცა ამოვიდა, რომელსაც ქალს ძალიან ჭკვიანი გონია თავისი თავი, უყვარს მამაკაცების მართვა, თითქოს თამაშობს მარიონეტივით ათამაშებს მათ, ესეთი ტიპი ამოვიდა და როგორ იცით, რომ იდილია არ იყოს ოჯახში, ეს სისხლით ნათესავია, სისხლით ნათესავმა გააკეთა ეს ცოტა წარსულში მეგობრებო, ჯერჯერობით არ ამოდის განახლება, უბრალოდ ელოდებიან სიტუაციას, ეხლა რა იქნება, მიხვდით, ელოდებიან სიტუაციას, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, მინდა გითხრათ, 10-იანი პინტაკლი, მერე ეშმაკი დაჯდა, ეხლა 10-იანი კვერთხები, ჯანმრთელობაზე, რომ იბრძოლოთ მთელი ცხოვრება, რომ ესე იგი გებრძვიან და თქვენც რომ ბრძოლაში გაატაროთ და სულ ესე ან გამოჯანმრთელებაზე, ან გამოლოცვებზე დაკარგოთ დრო, მიხვდით, ხო? რვიანი თასებით, ხო, რა თქმა უნდა, ეს რომ დამოკიდებული გახდეთ რაღაცაზე, არ მიკვირს თუ სასმელზე ან რაღაცა ეგეთ სიტუაციებზე, მიხვდით, ხო? წონასწორობა რომ დაკარგოთ, ბალანსი რომ დაკარგოთ, თავბრუსხვევები, წნევები, არტერიული სისხლის გაჭედვა, მიმოქცევის ჩაკეტვა, აქ არის თავის გაწმენდა, გოგოებო, ბიჭებო, გაიწმინდეთ, შედით, იპოვეთ რიტუალი, ამოსქროლეთ, შედით ჩემ არხში, მთავარში, ამოსქროლეთ, მეკითხებიან ხოლმე ყოველ იმაზე, ამას კი მეორებთ, ჩემო კარგებო, იპოვეთ, მოირგეთ, ძველი და ახალი არ არსებობს რიტუალი, როცა დაიდება, როცა არ უნდა ჩართო წლების მერეც, უფრო მაგრად მუშაობს, იმიტომ რომ უფრო მეტი ენერგიებით არის დატვირთული, ჩემო კარგებო, დეზინფორმაცია გაქვთ, თუნდაც გაშლებზე 2 თვის წინ რო დევს გაშლა, ის დღეს ჩართე, აბა, ნახე როგორ მოერგება სიტუაციას და სულ ახალ რაღაცას მიგახვედრებს სამყარო, ჩემი ნებისმიერი გაშლებიც, ხო, ეხლა ეს ბუმერანგიც არის, ხო, თითქმის არის აგრეთვე პატარა რიტუალი, ვინც მიცნობს უკვე იცით, ხო, ჩემი ძალები, ღმერთმა მოგახმაროთ. ჩემო კარგებო, აქ რა იყო იცით, რომ ოპერაციები გაკეთდა, ხელოვნურად ჩარევები იყო, აი ამ მტრებისგან, რომ თქვენს ფორტუნას შეეხნენ,
გადაკაჩვა იყო თქვენი ცხოვრების, ანუ ბედის გაცვლა იყო, მიხვდით და ეს გაკეთდა მამაკაცზე, თქვენს მამაკაცზე გაკეთდა, კი და აქ იყო სრული იზოლაცია, ადამიანს შეიძლება რაღაცა ვეღარ გაინძრეს ადამიანი, ეს იყო ჩაფიქრებული და გზების ჩაკეტვა, ასევე ობობის ქსელის პორჩა არის აქ გაკეთებული, ყოჩაღ ეს ახალი შემოიღეს, ყოჩაღ მაგაც. მაგრამ მტერი ვერას დაგვაკლებს, ხო იცით რა არის, რომ თავშია ეს ნიავი გქონდეთ და დაბურვა და რომ ქარმა საერთოდ დაგიბეროთ, რომ აი ეს გათამაშონ, მიხვდით ხო, აი ეს დამოკიდებულება, ესეც დამოკიდებულება, ესეც პრივაზკაა, მე რო ვიწახი ხოლმე, მიხვდით ხო, ესეც პრივაროტია, მარტო სიყვარულზე არ კეთდება პრივაროტები და ატვაროტები, მიხვდით ხო, და სრული გასულელება და ბევრზე გამოუვიდათ თქვენ კაცებზე გამოუვიდათ და თქვენ ახლა აქეთ წმენდავთ და აქეთ კი აი სანთელმა დაიწყა პონა მოზიდვებს აკეთებთ ან კაცისგან იწმინდებით მეგობრებო ერთხასაც დავამატებ და მე ვნახოთ რა ბუმერანგები მიუფრინდათ ამ ოხრებს ვიყოთ ჩვენ ლოიალურები, ძალიან გთხოვთ, პირად გაშლებშიც ვთხოვ ხოლმე ჩემ გოგოებს და ბიჭებს, რომ კი მართალია, რომ ესე როგორ ახლა ნინია რას ამბობს, ზოგი იტყვის, ვინც არ მიცნობს, რომ დაემატეთ, გამოიწერეთ არხი და გამიცნობთ მოგესალმებით, სიყვარულით. რა არის, იცით, ადამიანებო, რისი თქმა მინდა, მართალია ძალიან ცუდია, რომ აი დაიღალე, გაიწმინდები, კიდე გებძიან, მაგრამ არ გინდათ თქვენ თავებს თუ არა თქვენს მომავალს, შვილებს და შვილიშვილებზე შეაჩერეთ ყურადღება, დაფიქრდით, სანამ მაგშავ მაგიას რიტუალს ჩართავთ, სანამ შეუკვეთავთ, სანამ გააფუჭებთ ადამიანს და არ გირჩევთ, არა, აგერ რიტუალებია, აგერ არის ყველაფერი, შედით, მოძებნეთ, ამოსქროლეთ, დაღეჭეთ, გადაღეჭეთ, შეისწავლეთ არხი და გამოხვალთ მდგომარეობიდან. ბუმერანგები გინდათ, აი ამის ჩათვლით იმდენია, რომ რა ვიცი, მეც მავიწყდება ხოლმე უკვე რა რიტუალები და რა გაშლები მაქვს დადებული კომენტარებს რო წერენ, მეთქი ეს რა კარგი რიტუალი ჩამიწერია, რა კარგი გაშლა მქონია. შედით იპოვეთ და აი ესე გადააგორეთ თქვენი ცხოვრება. გირჩევნიათ, რომ გამოილოცოთ აი ესე და გამოხვიდეთ მდგომარეობიდან. არ გირჩევთ, არ დაიწყევლოთ თავი, კარმა არ გაიფუჭოთ, გთხოვთ. რა ვიცი, აბა მე კარგი მინდა ყველასთვის და გამგები გაიგებს. კიდე რა იყო იცით გაკეთე, ჯერ ეხა რა იყოს რატო ვლაპარაკობ, კი ტრანსში შევედი, მაგრამ ანუ ჯერ აი მეუბნება სანთელი, რომ კი ჯერ განახლება არ არის აქ, ცდილობენ აი ის მაგიურ დარტყმებზე ამოვიდა, აქ არ ამოვიდა, აქ ჯერ ლოდინია, რომ იმუშავეს, ხო? აი ეს ცხრიანი კვერთხები ყურე, თან დაცვებს გითხრიდნენ, იმიტომ ვამბობ, შედით ათასნაირი დაცვა მაქვს, მოირგეთ ხან ოჯახზეა, ხან შვილებზეა, ხან იმაზეა და დაიყენეთ დაცვები, მოგიმატებთ კიდე ბევრ დაცვებს გაგიკეთებთ სხვადასხვას და ჩემო კარგებო და შეიცვალეთ ხოლმე დაცვები. ისევ აგერ ბედის ბორბალი იქ ფორტუნა დაჯდა, ხო, აი აქ პატარა, ესე იგი, პატარ-პატარა ნაბიჯებით, როგორ იცით, აი თან დაცვას გითხრიან, ანუ გითხრიან როგორ, აი გიხრეტავენ, მიხვდით, გიცლიან დაცვას და გაცლიან სხეულიდან, აურადან და თან მაგიჩობენ, მიხვდით და მერე თვითონ იკეთებენ ამ დაცვებს, ხო ხვდებით თქვენ თემას და ამიტომ გეუნებით გაიკეთეთ დაცვები. კი, აი მარტო ბოლოში ამოვიდა განახლებული, გოგოებო, ბიჭებო, განახლებული როგორ, სადღაც მაქსიმუმ თვენახევარი, აი ესე თვე და სამი კვირა მუშაობენ, ჰაჰა, 2 თვე დაიწყეს მუშაობა, სერიოზული შეკვეთა, პირდაპირ სატანაზე და პირდაპირ ეშმაკზე აკეთებენ და აი ეს იმიტომ დაჯდა თავში, რომ ეს მაუწყებელია იმის, რომ გარეთ როგორი ხმებია, ხედავთ, ეშმაკი გაგიჟდა
ჯერ ხო ყელი ჩამიხჩეს სანამ ჩაქრთავდით ხო რომ ვის უნდა ეხა მე რომ ველაპარაკო არავის არ უნდა ხო ეხლა სასწრაფო და სახანძროა აი გავჩუმდები ერთი წუთით აი ესე გააცილონ ჩვენი მტრები ეხლა აი აქ რაც ვილაპარაკეთ და რაც გაკეთ და იყოს ასე ამინ 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 თქვით ამინი ხო და ესე იგი მასშტაბურად ესე იგი რომ შორიდანაც კეთდება მე ვიტყვი რომ შორიდანაც კეთდება აი ეს განახლებულია და ბოლოში დაჯდა კიდე განახლება ჩემო კარგებო მუშაობენ ტუზი კვერთხები ძალას და იმას ეს სისხლით ნათესავებიც მუშაობენ და არასისხლით ნათესავებიც მგონი ერთმანეთსაც იცნობდნენ ან ყოფილი ქმარია ან ცოლია ყოფილი მიხვდით ხო ესეთი თემა რომ თქვენს ოჯახის წევრებსაც იცნობენ და ერთმანეთს სახში შემოსული მაგრამ ეს უკვე სისხლით ნათესავია აქეთ მიხვდით ხო თქვენ კი თან აი 10-იანი კვერთხები ჯანმრთელობაზე ცხოვრებაზე რომ გიცვალონ ეს ყველაფერი აქ ბედის ბორბალი იქ ფორტუნა მიხვდით ხო აქაც თასები ტუზი კი ნამდვილად აი ხედავთ რეები ხდება მტერი გრძნობს რომ არ გამოსდის ეს ნახეთ ეს პირიქით კარგია მოსალოცია ესეც სამყაროს ნიშანია რომ ნინი აქ მართალს საუბრობს და აი ეს ყველაფერი ახლა უკან მიუბრუნდებათ რაც აქ ესე იგი ვინც იცის ესეც მოლა დაჯდა ან შეიძლება კიდე სხვა რაღაცა ვიღაცა იყოს მე არ გამოვრიცხავ ძალიან საინტერესოდ წარიმართა ეს საღამო აბა ნახოთ ეხლა ბუმერანგი მეგობრებო ისე ხო არ დაგტოვებთ არა ხო უნდა მოვიჯეროთ ხო ვისი ამოვნოთ კარგით აი აქედან ავიღებ და ნახოთ დამიძახა სხვათა რომ მქონდა მომზადებული მაგრამ დამიძახა მე გამიყვანე ეთერშიო და გავიყვანე არ ვაწყენინებ აბა ვნახოთ ვაიმე რატომ ირეკავთ ახლა გთხოვთ მე რო გწერთ ხოლმე რომ აი WhatsApp-ზე მომწერეთ და ნომერს გიტოვებთ რომ თხოვთ ხოლმე მე ხო არ გწერ საყვარელო დამირეკე ქართულ ასოებს ხო ცნობთ გეხვეწებით მირეკავთ აი ეხლაც მირეკავთ და ესეც ხელის შეშლა მიხვდით ხო კარგით აბა გოგოებო ბიჭებო აბა რა ბუმერანგი წაუვიდა მაგიური დარტყმებიდან პირველი ტაროდან და გეტყვით მერე რა განსხვავება დარტყმებსა და ისე რიტუალებს და უბრალოდ მერე გეტყვით მოკლედ ჩემო კარგებო მაგიური დარტყმებიდან ბუმერანგი აბრატკა მიწაუვიდათ რაც ესე იგი თვითონ გააკეთეს მთვარე ლილიტი გამოიყენეს მიხვდით შეიძლება კირჩხიბიც იყო და კირჩხიბების ლილიტი ეხმარება მაგრამ როგორც ეხმარება ისე ვინ როგორ გამოიყენებს მაგ ლილიტს და მთვარეს იმიტომ რომ ქალღმერთ მთვარეს ბევრი ანგელოზები ყავს და ის გვეხმარება ყოველთვის ხო რომ ღამე ჩვენ ძალიან სიბნელეში არ ვიყოთ ხო გვინათებს ცას ხო და აი ეს რაც თვითონ გააკეთეს აი ამ რგოლში აი ეს ქვებზე ამ ჯანმრთელობაზე თქვენი იდილია ჩაწვეს ესე იგი ჩააფერფლეს ხო ის უკვე აგერვიანი კვერთხები უკან მიუბრუნდა ვის ისევ აი ამ მეფე კაროლს მეთქი მეფე ხმლებს აქედან დაიწყო სხვათა შორის ეს მაშინ წეღანაც ამოვიდა მამაკაცურ პოტენციაზე აქ ეტყობა გადაეკეტა და გიждდება მიხვდით ხო ჯანმრთელობა ჩამოენგრა კარგით აბა კიდევ ნახოთ დანარჩენს აბა კიდე რა მაგიური დარტყმებიდან რა ბუმერანგი აბრატკა პირდაპირ ეშმაკი ხედავთ დაილოცოს უფალი რაზეც რა
კატა მთარა თუ როგორა თაგუმა თხარაო და კატა გამოთხარაო. აი ამ ვაშკაცზე, რასაც აკეთებდნენ, ეხლა ეს მოსთხოვს პასუხს, ეხლა მე ხო დაგეხმარეო შენო, ხო? ეხლა მოდით გავატანოთ აი ამას, აი ეს ის ჩვენი მტრები. ვინც იცით და ვინც არ იცით, ცნობილი და არაცნობადი, ნახული და არ ნახული, სისხლით ნათესავი და არასისხლით ნათესავი. აბა რა, დაიყოს ასე, ამინ. რა თქმა უნდა, ახლა ხო ვთქვი, ჯანმრთელობა ათიანი კვერთხების სიცოცხლის უნარი ჩამოერთვას თხოვს, თან სამართლიანად თხოვს, უყურეთ, იწმინდებიან, ეხლა წმენდებზე დადიან, ან უყურებენ რაღაც რიტუალებს, მაგრამ არ გამოსდით, იმიტომ რომ სამართლიანად ანგელოზები აღარ უსმენენ, მიხვდით? აღარ უსმენენ, ხედავთ, როგორი კარგი რაღაცა მოხდა? აბა კიდე რა ბუმერანგია, აბა პირველი გაშლიდან, მაგიური დარტყმებიდან, მამაკაც წაუვიდა კვერთხები მეფეს, ბოდიში ეს ნეგატივია, რომელსაც ესე იგი ძალაუფლების მოყვარული არის და გონია რომ სულ ცხენზე იჯდებოდა და სულ ცეცხლის ენერგია ექნებოდა, მაგრამ ნუ რას უკაცრავად ძალას დაკარგავს და კარგავს უკვე, იმიტომ რომ ეშმაკი უდგას ზემოთ, ხო? აი ამას ამოვწევ ზემოთ, რომ კარგად წავიდეს. აბრატკა, წყევლები, ტირილი, ეხა თვითონ გამოაგდებენ, თვითონ უღალატებენ, მიხვდით ხო, თვითონ აი საერთოდ ყველგან პრობლემა შეექმნება, ყველგან. აბა კიდე ვის წაუვიდა მაგიური დარტყმებიდან, აბრატკა, ქალბატონი ამოვიდა 2 ცალი, 1 წყვილი ამოვიდა პენტაკლების და 1 კიდე ისე ქალბატონი ამოვიდა, მაგრამ შეიძლება ესენი ცოლქმარია, ან დაძმანი და ესეც ის ან ნათესავები არიან, არ გამოვრიცხავ, პირდაპირ მარტო ფიგურები დაჯდა გენაცვალე, ძალიან კარგი. ესე იგი სილამაზეზე რო აკეთებდნენ ჯანმრთელობაზე კრადნიკები, რო გქონდათ გაკეთებული, აი იმაზე წავიდა, ასევე გზები ჩაეკეტება, ზურგს შეაქცევენ, აი აქ იყო რაღაცა ახალი დაწყებული და ეს ბრძოლა დაიწყო, მაგრამ არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ან თვითონ უარი უთხრა ისევ იმან, ვისაც უნდა გაეგრძელებინა თქვენი გაშავება, ჯადოს გაგრძელება, განახლება, ან კიდე ესე იგი როგორ იცით, მოატყუა და უთხრა, კი, ფული აიღო, აი ნამდვილად 6-იანი პენტაკლი, აი კი, ფული აიღო და არაფერი არ გააკეთა, იმიტომ რომ ის ქალი დაიღალა უბრალოდ. ქალი რატო ვთქვი, არ ვიცი, ეთყობა ქალს აკეთებინებენ ამ ვარიანტზე, ამ ხაზზე. გასაგებია. ხო, აი სულიერი განადგურება, გააფრენს, აქ არის ფსიქოპატობა, აი შიზოფრენიკია ვიღაცა და კაცი, აი ესე მეუბნებია, რომ კაცი აკეთებინებს ქალს, ხო, რაღაცა, ხო, აი ვერ არის კარგად, იცით? ეს რა არის? ან სიყვარული იყო თქვენ შორის და ხო, ყოფილი ამოდის და ეხლა ინტერნეტითაც ან დაბლოკეთ, ან რაღაცა და გიждდება მაგაზე, გიждდება. კი, აქ ნამდვილად აგე, ეხა თეთრი მაგიით წავიდა ბუმერანგი ჩემი ხელით და ჩემი რიტუალებით. აქ გავჩერდები, აი ესე უნდა დავამთავრო და იყოს ასე. უყურეთ, აი ესე გავაკეთებ მე ხა მაგიას, ნუ მირეკავთ, ხა რო გავთიშო კამერა გამეთიშება. აი ამას, რაც გაკეთებული იყო ჩემზე და თქვენზე, გავატანოთ მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო და ამას ესე გადავაფარებ უფლის და ჩემს ძალებს, უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით და აი ესე თეთრად დავხურავ მე აი ამ ბუმერანგს, მაგრამ მე ახლა კიდე უნდა გავაგრძელო, ახლა ხონა ვნახო ჩემო კარგო გოგოებო და ბიჭებო, თქვენ რა შემოგემატათ, ხო? როგორ წახვედით წინ, აბა რა, ისე როგორ შეიძლება, აბა რა. ისე როგორ შეიძლება, უკვე კიბეები, აი გენაცვალე კიბეებზე ახვედით, რაც ესე იგი იეროფანტ, სწავლა, განათლება, ახალი იდეები, ან თქვენ ასწავლით ვიღაცას და ვიღაცებს სადმე ხო, ან ხელოვნების დარგში, ნებისმიერი ცხოვრების სფეროს ვიძახი,
ხო, აი ადიხართ და რაც ესე იგი გაჩერებული იყავით და გონება გქონდათ დაბინდული ფეხები გადახლართული, ხო, ამ თოკებისგან და ჯადოებისგან შეკრული რო იყავით, ხო, ეხა ყველაფერი კარგად მიგდით, გოგოებო, ბიჭებო. აბა თქვენთვის რა არის, რა მადლი გადმოვიდა სამყარომ თქვენზე, რა სიკეთე წამოიღო თქვენი, რაც დაკარგული გქონდათ. ნუ მამაკაცი, იცით რა არის რა აქ უფრო სიბრძნე შეგემატათ, ან თქვენ ესე იგი სხვანაირად დაინახეთ ერთმანეთი, ან ურთიერთობა დაჯდა, აქ ოჯახი დაჯდა, ან ესე იგი თქვენ შვილები გყავთ და იმ მამაკაცს არა ესეც შეიძლება, მიხვდით ხო? ანუ დაბალანსდა სიტუაცია, შეხვედრა შედგა, მიხვდით, ახვედით კიბეებზე, კონსენსუსამდე მიხვედით, მოილაპარაკეთ, დაილაპარაკეთ და ნელ-ნელა მიდის სიტუაცია. ვაუ, მაგის კარტი დაჯდა. ნახეთ, აი უყურეთ. ნახეთ. ჩემი ძალები ყველგან ვერ გაექცევით ნინიას. ჩემი კარგი გოგო და ბიჭები ხართ ყველა. ხო, აი ნახე, მსოფლიო ხალხნო სამართალი, ესე იგი სამყარო დაგიჯდათ, თქვენი ესე იგი რა გამოგისწორდათ, თქვენი თხოვნები შეისმინა უფალმა, მიხვდით? აი ამ გაწმენდებით და ამით ნახეთ, გამოჯანმრთელება, წინსვლა, კარიერა, თანამშრომლებთან უფრო კარგი დამოკიდებულება, ან სამსახურების შეცვლა, ყველაფერი, ნახეთ რა კარგი სიტუაციები დაჯდა. ეს ძალიან დიდი მადლი დევს ამაში, რო იცოდეთ, აი სამყარომ როგორ დაგაჯილდოვათ, გოგოებო, ბიჭებო, ნახეთ, ძალიან კარგი, მადლობა სამყაროს, ანგელოზებს, უფალს. აბა ჩემს გამომწერებს მხოლოდ, აბა ვნახო, კიდე რა პროგრესია გამოვიდა და მიმდინარეობს ჩემს გამომწერებთან. კი, იცით რა არის, ისე აღარ გაწუხებთ, რომ აი ძალიან რომ ნერვიულობდით და რაც ან თქვენი აზრები არ იყო და გეგონათ რომ თქვენი აზრები იყო, აი ეს შიშები, მე ხომ აქ შიშზე ლოცვები, ხო? აი ეს ყველაფერი განიტვირთა. ეხა სადღაცას ეხა სეზონიც მოდის, მე საერთოდ სეზონს არ უყურებ ხოლმე, ზამთარ ზაფხულ შემოდგა გაზაფხული, დავდივარ ხოლმე შეძლების და გვარ, მაგრამ აქ ნახეთ, გამოდიხართ ამ სიცივიდან, ცივი სიტუაციიდან, ცივი სეზონიდან და ეხლა ფიქრობთ, ზიხართ, იცით, სად წავიდე, სად გავერთო, მიხვდით ხო, სად ესე იგი გავატარო დრო, აქაც აგერ ნახეთ, როგორი გრძნობიარები გახდით უფრო, აქაც ორიანი პენტაკლი, შეხვედრები, კარიერა, ხელოვნება, სამსახური, საბუთები, ყველაფერი, მონეტები, აბსოლუტურად აი ეს წინსვლა გაქვთ ფინანსებში უმეტესად, ძალიან კარგი. აბა ვნახოთ, ახალ ტანსაცმელს შეიძენთ, გარდერობს შეცვლით, მიხვდით ხო? ანუ ან სახლში გადადგავთ კარადებს და ან კიდე რა ვიცი, რემონტს გააკეთებთ, ხო? ან ახალ რეცეპტს აიღებთ და სადილს მოამზადებთ, ესეც ხო წინსვლა და ხელოვნებაა, რომ აქამდე იჯექით ხელები, ფეხები ჩაკეტილი ქონდათ და ვერ აზროვნებდით, ხო? ესეც ხო დიდი მადლია რა. აქ ბევრი ადგება ფეხზე მე ვატყობ, აქ ორსულობა, მშობიარობა, შეძენა, გათხოვება, სისხლის ნათესავებთან თუ დავა იყო და რაღაცას ვერ იყოფთით, დაბალანსდება, ეხა თუ მტრულად არ არიან ხომ, ბევრი არის ესე და ვისთანაც არა, ან ბევრი ბავშვებია ოჯახში, ან ნათესაობაში და კიდე შემატება, მერთო ჩემო, ნახეთ, აქაც აი მონეტებზე სოფლიოს გაყურებთ, ჩემო კარგებო, უყურეთ, თან ორიან პენტაკლს დაეცა დაბლა, ფეხებში დაჯდა, რას ლაპარაკობთ, რამხელა შემართება, მაისის მერე ძალიან დიდი თანხები მოგდით, დაბანდება, სახლის ყიდვა, გამოცვლა, გადაცვლა, შეცვლა, მოცვლა, აქაც 10-იანი პენტაკლი. ხალხნო, ნახეთ და ეს
ვისაც გაორება ქონდა, ვისაც სტრესები ქონდა, ვისაც ეს კოპირებები ქონდა, კრადნიკები ქონდა, ხო? ეს უკან მიუბრუნდებათ, გამოდიხართ ამ იზოლირებული სიტუაციიდან, მეგობრებო, მაქვს მე სარკის ბუმერანგი და ასევე ფულის მოზიდვა სარკედან. ეს გაგეხსნებათ და ნახეთ, ან ახალი სიყვარული გეწევათ, გოგოებო, ბიჭებო, ან თქვენი შვილები კარგ ნახტომს გააკეთებენ და ეს შეიძლება თქვენც ხართ, ყველას გვაქვს ჩვენში მეორე მე, ხო? მე ჩვენში ზის ბავშვი, ხო? პატარა ბავშვი აუცილებლად ზის, ის არ წასულა, ეს ჩვენ სხეულით გავიზარდეთ, თორე რაღაცა დარჩა მაინც, რაღაცა კი არა ვიღაცა. ხო, აი ეს ოჯახში გამთლიანება, გამრავლება, გახარება, ბიზნესი, კარიერა, აი ყველაფერი აბსოლუტურად რა, ყველაფერი კარგი რა, აბა კიდე მერთო ჩემო ბედის ბორბალი, აქ ნამდვილად ნახეთ ეშმა გაგიჟდა. აქ ნამდვილად ვინც ესე იგი დაავადების გამო, ოპერაციების გამო, ვიღაცას მისტირით აქ და გეყოფათ სამყარო გეუბნებათ, ადექით ფეხზე ბალიშს მოცილდითო, ეგ არ გიშველითო, იმიტომ რომ უყურეთ, აქ ეს რომ არის, რა ქვია, ყვავები, აქ თეთრი ან პატარა ჩიტიც არის, ხო, რაღაცა მიმანიშნებელი თეთრი, რომ ადექით ყვილაზე ხარ, გეყოფა გოგო, ბიჭო, ადექით და აგერ დედოფალ კვერთხებად გადაიქცევი, ვისაც მანქანას ყიდვა გინდათ იყიდეთ, ვისაც გამგზავრება გინდათ გამგზავრდით და გაისეირნეთ, იმოგზაურეთ, ვისაც საერთოდ სხვა ქვეყანაში წასვლა გინდათ, ან ჩამოსვლა გინდათ, ჩამოხვალთ, რაღაცა პატარა პრობლემა, მაგრამ თანხებთან, მაგრამ მოგვარდება, კიდე აბა ორ ზოლს დავდებ, მეგობრებო, ხედავთ რა, კარგად, ესე იგი, მუშაობს ეს ეთერში ეს ყველაფერი დღეს, აი ძალიან ესეთ ენერგეტიკებს ვგრძნობ და ვგრძნობ ახლა თქვენს ენერგეტიკასაც, რომ აი ერთად რო ვართ, ხო? ეს სიძლიერია, მე ერთი ყავართ, ერთი ცალინინია, მაგრამ ბევრს ნიშნავ თქვენთვის, მე ვიცი, რომ ძალიან გიყვარვართ და იმიტომ რომ მეც ძალიან მიყვარხართ და მე როგორც ვცდილობ, რომ თქვენ დაგეხმაროთ ცხოვრება, გამოგასწორებინოთ, გასწავლოთ რაღაცეები, ხო? სწავლა სიბერემდეა, ხო? აი ეს ყველაფერი, ხო? ნელ-ნელა მოგვარებადია, ნახეთ, ხო, თქვენ წინ ხდება ეს ჯადოსნური დღევანდელი საღამო, ეს ინფორმაციას გაწვდით სამყაროსგან გადმოგცემთ, ხო, ჩემო მეგობრებო. იცით რა არის აქ, რაღაცა პატარა საქმის დაწყება გინდათ, ან დაწყებულია და შეჩერებული იყო, მაგრამ გამოვა, გააგრძელეთ, შვიდიანი პენტაკლი მაგაზე გეუნებათ, წყალი დაასხი, იმოძრავე და იმუშავე მაგ საკითხზე, ოჯახია, ოჯახზე იმუშავე, ურთიერთობაზე იმუშავე, გადასვლაზე იმუშავე, გადამგზავრება და გამგზავრება მაგაზე იმუშავე, მიხვდი ხო? დათესე არ გაჩერდე, იმიტომ რომ ბევრმა მიატოვა რაღაცა სიტუაცია, რაღაცა არასასიამოვნო სიტუაციიდან გამომდინარე, ტრაუმებიდან, ან რაღაცა სულიერი ან ფიზიკური ტრაუმებიდან, ხელოვნური ხელის შეშლით, ჯადოებიდან, მაგრამ არა, ქალი გეხმარებათ კიდე, ბიჭებო, თქვენც ქალი გეხმარებათ მაინც და უყურეთ, მიდიხართ სამიანი კვერთხები, უკვე აი თქვენს გაქვთ სურვილი, რომ ნახეთ, როგორ იყურებით უკვე, რომ იცით საწახვიდეთ, სიტყვაზე რომელ მაღაზიაში შეხვიდეთ და რა პროდუქტი იყიდო, ხო, რა ბრენდი იყიდო, მიხვდით ხო, რას გეუბნებით, ხო? ზოგი მე ტკბილი მიყვარს ძალიან და ფასებს კი არ უყურებ ხოლმე, ისეთი გემრიელი რაღაცა ვიპოვე 2 ლარად და 50 თეთრად, რომ სულ იმ პეჩენიას ვყიდულობ. აი ესეთი ვარ, მიხვდით ხო, აი უფრო ფასეულობა არის ხარისხში, მაგას ვიწახი და ეს ხარისხი გაზარდეთო, გეუბნებიან, გაზარდეთო, არ გაჩერდეთ, არ დანებდეთ მტრის ჯინაზეო.
აქ რომელიმეღაც ვარიანტს პროცენტს გექნებათ, რომ ოჯახური პრობლემა იყო, შეიძლება მამაკაცი, შეიძლება ორი ბიჭი, ერთი გოგო კიდე, გოგოც ფიგურირებს. იცით რა არის, ან ერთი ცოლიანი, ან ისე ერთი არა. როგორ იცით, აი რაღაცა პრობლემა გქონდა, აი ამ წყევლებისგან და თქვენ დაუდექით გვერდზე და თქვენ გამოიყვანეთ, ან გამოიყვანთ მდგომარეობიდან, თუ შვილი არ არის გვერდში მყოფი ადამიანი ეს და იმახსოვრეთ ვიღაცას დახმარება დაჭირდება და დაეხმარეთ ეს კარმაში პლუს დაგეწერებათ, ესე მითხრეს და აქ გულია ხო ხედავთ არა? აი და ბოლო ხაზი, ბოლო ჩვენი მტრებისთვის იყო 3. სიყვარულით დავამთავროთ, სიყვარულით. ნინია რო გიყვართ და ნინიას რო უყვარხართ, მეგობრებო. იმიტომ რომ ყველა ლამაზები მყავხართ, ყველა შეგნებულები მყავხართ, ვინც არ არის კორექტული, მე იმ ხალხს ბლოკავ, არც ვეკითხები ხოლმე. მე იმათ არც ვესაუბრები. იმათზე არ დავკარგავ, ეგენი არიან ენერგოვამპირები, ეგენი ყველგან არიან. ეგენი აბსოლუტურად ყველგან არიან. ეხლა მაგაზე არ მოიშალოთ ხოლმე მაგეთ ხალხზე ნერვები ხალხნო. ორი ყური რისთვის აგვაქვს, ხო? ერთი ყურიდან შევშვით, მეორედან გავშვით. ხო, პატარა დარიგება იყო ეს. და ეს თავის ტკივილი, ვინც ესე იგი სიყვარულთან დაკავშირებით ხო, რა იქნება, ან არ გამოვიდა აქ ახალნაცნობობას მეუბნებიან, ჩამოიკიდა სიტუაცია, არ განხორციელდა, ბიჭებს ეხებათ ეს, ან ვერ გადაწყვიტეთ და ცოტა დროზე გადაწყვიტეთ ბიჭებო, თორე თქვენ ადგილს ჩაწევენ და აი ამ სიყვარულს, აი ამ მანდილოსანს, შეიძლება შვილი წყავს ან შვილები, ესეც ფიქსირდება. აი ამ სიყვარულს სხვას მისცემენ, იცოდეთ, სამყარო გელოდებათ, შეიძლება რაღაცა ფინანსური პატარა პრობლემა, რაღაცა ოჯახური ამბავია, არაფერი არა გაქვთ, თავს თქვენ იტკიებთ ტყუილად და აი ამ ბევრი ფიქრით, იმიტომ რომ უკან ნახეთ, როგორი ისა გაქვთ, აღარა გაქვთ წინააღმდეგობები. მიხვდით ხო? გადადგით ნაბიჯი, გადადგით, მაინც მოდი დავამატებ კიდე რომ მეც ამომწურავად ვიყო. რაც აკლია კიდე. ხო, აი ვამბობ, უყურეთ ქალის გულისთვის, სიყვარულის გულისთვის. ცოტა დროზე, თორე უყურეთ სხვა მამაკაცი დაიკავებს ადგილს. ეს კონკრეტულად ქალებს ეხება. თქვენ მიხვდით ხო მამაკაცებო? კი, აი უყურეთ, მშვენიერი ადამიანია, რაღაც ცოტა შეიძლება ან მაღალ თანამდებობაზე, ან რაღაცა, ანუ ხაჭაპურს არ ახვევს, მიხვდით ხო? ყველას გაუმარჯოს, მაგრამ ამ შემთხვევაში რა, ეხა დედოფალი თასები, სერიოზული ჩამოყალიბებული ქალია, მოსიყვარულე, თბილი, ჰარმონიული, მიხვდით ხო? რომ შეიძლება რომ ენდო კი ხო თქვი ფინანსები მეთქი და აგე ფინანსები დაჭდა. ეს ფინანსები რო დაელოდოთ რომ ამ ქალს აქვს ეს ფინანსები და მიაწექით, მიხვდით? მიაწექით ამ სიტუაციას და შეიძლება დედაც იყოს ეს. აი ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ აქ უკვე რომ აქაც მეფე თასები და მეფე დედოფალს და გვერდზე აი ეს მოსიყვარულე მამაკაცი, ეს წერილი, ახალი ამბავი, შეხვედრები, შეიძლება შორიდან, შეიძლება ინტერნეტი იყოს და აი ეს არის ხელოვნურად ეს ყველაფერი. აი ეს ყვავები მიდის გოგოებო ბიჭებო და ცხრიანი ხმლები ეს უკვე ბუმერანგი წავიდა და გაუშვით, ნუღა მიყვებით რა თქვენც რა, რისთვის აკეთებთ გაწმენდებს რომ ენერგეტიკა გაიწმინდოთ და აი ეს საშინელი რაღაც რუცები და ვიღაცები უკან არ შემოუშვათ, თორე მე იტყვით რომ აი მე ვიღაცამ რაღაცა გამიკეთა, ვიღაცამ კი არ გაგიკეთა რაღაცა, შენ შემოუშვი ისევ, იმიტომ რომ არასწორად გააკეთე. ეხლა მეგობრებო, ერთი დარიგება ვნახოთ, მგონი, ჩემი გაშლები და რიტუალები ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ დღეს, აი ესეთი ენერგიით, იმიტომ ამბობ მტერი ვერას დაგვაკლებს, მოდი ვნახოთ ეხლა ჩემო კარგებო, დარიგება და ავიღებ
ზუსტად magic cards ვიჯეტა რო ქვია, ანუ ჩემივე რა მაგიური, ვეძმების, მაგრამ ვეძმა არა ვარ, ნუ კი მეძახიან ჯადოქარს. თეთრი ჯადოქარი ვარ მე თქვენი. დარიგება მოდით. კარტს ამოვიღებ. იმიტომ რომ ბევრი უყურებთ და ღმერთმა მიმრავლოს, თქვენი თავი ორი ერთად ამოვიდა, მიეწება. ნახეთ. ძალიან კარგი მეგობრებო. აი წეღა რა ვთქვი მამაკაცებო, 7-იანი პენტაკლი, ისევ გააღვივეთ მეთქი, გააღვივეთ, ხო? და რასაც იწყებთ, გამოგივათ აუცილებლად, ნუ ეჭვობთ. ნახეთ, ზემოდანაც როგორ გკარნახობენ, ნახეთ აქ პენტაკლებზე გაქვთ, აგერ ლავანდა უყურეთ, გამოჯანმრთელებას მიდის, თქვენი პროექტია, სიყვარულია, შვილობილი საქმეა, რაც არის, ხო? მიაწექით, აუცილებლად გამოგივათ. ნახეთ კიდე ახალი დაწყება, სიყვარული, ურთიერთობა, ჰარმონია, გზების გახსნა, გაწმენდა, უკვე იწმინდებითო გეუბნებიან სამყარო. ნახეთ როგორი საოცრება ამოვიდა ზემოდანაც და ქვემოდანაც როგორი სიკაშკაშია გოგოებო ბიჭებო, ნახეთ რა. და რასაც ელოდებით, ხო, ის აუცილებლად მოვა, ნახეთ, მოულოდნელად გამოგიგზავნით სამყარო. თუ ეხლა გადაკარგული არ არის ადამიანი და დაშორებული 2 წელი, ის რაღაცგინათ, ის თქვენი არ არის, იმას თქვენი ენერგეტიკა აღარ აქვს, არა ცხოვრობთ ერთად, არ შეხვედრილ ხართ. სამყაროს სხვანაირი წესები აქვს გოგოებო ბიჭებო. და შეიძლება ახალი ინფორმაციები, შეიძლება აუცილებლად მოვა დახმარება, ეს ვიღაცას უნდა და გაეგო ეტყობა კი არა ნამდვილად, მოგიკაკუნებენ კარზე, ჩემო კარგებო და დაგეხმარებიან და თქვენც დაეხმარეთ. აქამდე კუს-ნაბიჯებით მიდიოდით, მაქვს მე რიტუალი, ნახეთ, თვითონ კარნახობენ. კუს-ნაბიჯების გაწმენდა არის ესეთი რიტუალი და ნინიას ბევრი რიტუალი აქვს და გათამამებთ და მოირგეთ ხალხო და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ რა. რასაც ელოდებით და ვისაც ელოდებით, ის კარებები შეიღება და ისეთ სიტუაციებს გამოგიგზავნით სამყარო, რომ თქვენ თვითონ არ ელოდებით. საქმის გადაწყვეტა გინდათ, გადაწყდება, მოგვარდება, მიხვდით ხო, გოგოებო ბიჭებო. მოკლედ ჩვენ ეს დრაკონჩიკი შეგვემატა, წითელი ხის, ეს არის ნამდვილი ხე, მეგობრებო. და ნელ-ნელა გამოვაჩენ ხოლმე, მე ამას ვიხმარ რიტუალებში, კიდე მაქვს დიდი დრაკონი, ბუ და მე იტენება ესე სახლში და მოკლედ აი ესე გაგაცილებთ, აი ამის ძალით, მე თვითონ დრაკონი ვარ თან ცეცხლოვანი და აი ესე გაგაცილებთ მე და დრაკონჩიკა ნინიასთან და ნინიას დრაკონჩიკა. მოკლედ ძალიან მიყვარხართ რა, ძალიან მიყვარხართ, მიხედეთ თავებს, ჯერ თქვენი თავი და მერე სხვა იგიცოდეთ, გოგოებოც და ბიჭებოც რა. თქვენ რო დაგინახავენ, რომ ჯანმრთელად ხართ, შვილებზეც ვიძახე, შვილებსაც ჯანმრთელი დედა უნდა, ჯანმრთელი მამა უნდა, მიხვდით ხო? მიხედეთ თქვენ თავებს, მიხედეთ, გამოისწორეთ ცხოვრება. აბა ღმერთი ჩვენსკენ იყოს და მომავალ შეხვედრამდე.